საქართველოს მასშტაბით მუსლიმური მხარე ახლო მომავალში მეჩეთების რეგისტრაციის დაწყებას აპირებს. სრულიად საქართველოს მუსლიმთა მუფთის განმარტებით ჭელაში არსებული მეჩეთი სამცხე-ჯავახეთში პირველია, რომელიც ამ დროისათვის როგორც რელიგიური ნაგებობა ისე დარეგისტრირდა. ჯემალ პაქსაძის თქმით, მსგავსი ქმედება ქვეყანაში სიტუაციას დაარეგულირებს და ამ გზით გაუგებრობის თავიდანაცილება მოხდება. მუშაობთ კანონმდებლებთან ერთად, საკანონმდებლო ბაზა რომ მოგვარდება, ჩვენ გვინდა რომ ყველა მეჩეთი დაახლოებით 40-მდე მეჩეთი დარეგისტრირებული გვაქვს. ყველა დავარეგისტრიროთ და იყოს ყველა მეჩეთი და ყველა სასწავლებელი, რა თქმა უნდა, კანონის ჩარჩოებში. სამცხე-ჯავახეთის მუფთის თქმით, მხარეში სულ 13 მეჩეთია, თუმცა მამუკა ვაშაყმაძის განმარტებით არსებული შენობები საჯარო რეესტრში როგორც საცხოვრებელი ნაგებობები ისეა დარეგისტრირებული. მუსლიმთა მუფთი ირწმუნება, რომ აჰმადიანური მხარე კანონის ფარგლებში იმოქმედებს და შენობებს რელიგიური დატვირთვა ოფიციალურად მიეცემათ. მისი თქმით, ჭელის მინარეთის დოკუმენტაციის მოწესრიგებაში დახმარება საქართველოს რეინტეგრაციის სამინისტრომ გაუწია. მიმდინარეობს ქვეყნის ხელისუფლებასთან მოლაპარაკება და პრობლემური საკითხები ახლო მომავალში მოგვარდება, ირწმუნება სამცხე-ჯავახეთის მუფთი მამუკა ვაშაყმაძე. სამცხე-ჯავახეთში არის 13 მეჩეთი, მაგრამ როგორც რეგისტრირებული ეს ერთი მეჩეთი გახდა. დანარჩენი სახლების სახით არის დარეგისტრირებული. სახელმწიფო უკვე გადმოდგა ერთი ნაბიჯი, უკვე შემოგთავაზა რომ სად გაქვთ მეჩეთები წარმოადგინეთ და უკვე უნდა დავიწყოთ რეგისტრაცია, რა თქმა უნდა, ეს ცენტრალური სამმუხთოდან ჯემალ პაქსაძე ამაზე იმუშავებს და ჩვენც რა თქმა უნდა შევეცდებით რომ ყველაფერი კანონის ფარგლებში მოვაქციოთ. თქვენ იურიდიული საკითხების მოგვარებაში რეინტეგრაციის სამინისტროს იურისტი დაგეხმარათ, ხო? რა თქმა უნდა, ძალიან. მართლმადიდებლთა ბრალდება დღეს პაატა ზაქარეიშვილმა უარყო. იგი კატეგორიულად გამოიცხავს იმ ფაქტს, რომ მინარეთის აღდგენისათვის ნებართვის გასაცემად საკრებულოზე ზეწოლა სწორედ მან მოახდინა. მინისტრის შეფასებით, მინარეთის აღდგენაზე გადაწყვეტილება საკრებულომ მას შემდეგ მიიღო, რაც მასთან დაკავშირებული შესაბამისი დოკუმენტაცია მუსლიმებმა მოაწესრიგეს. ეთი გრამიდას მაინც მენდობით აბსოლუტურად არ შესაძლოა სინამდვილეს. ამაზე მეტი თქმა გამიჭირდა, რომ არანაირი ზეწოლას ადგილი არ ქონია. ყველაფერი იყო კანონის ფარგლებში. სამი თვე მოანდომა ამ ხალხმა, სამი თვე, რათა კანონის ფარგლებში დაებრუნებინათ მინარეთი და ჩვენ მივესალმებით კანონის ფარგლებში ამ ტიპის ღონისძიების გახორციელებას. არ არსებობს კანონი, რომელიც რელიგიური ნაგებობების ოფიციალურად დარეგისტრირებას ხელს შეუშლის, განმარტავენ იურისტები. ადვოკატის ნუგზარ სამარჯიშვილის თქმით, ამ მხრივ კანონი საკმაოდ ბუნდოვანია და რელიგიური ნაგებობების დარეგისტრირებაც ისევე ხდება, როგორც საცხოვრებელი სახლის, თუმცა გარკვეული პრობლემები მაინც არსებობს. დაქვეყნის ხელისუფლება წყვეტს რეგისტრაციის გაცემას. მისი თქმით, აღნიშნული თემა სენსიტიურია და მასზე სერიოზული მუშაობაა საჭირო. კანონი რაღაც ზუსტ რეგულაციებს არ აწესებს, გამიგეთ. მათ შორის ნებისმიერი მშენებლობა და მათ შორის მეჩეთის და მინარეთის თითქმის ერთ და იგივე პროცედურაა. უნდა შესაბამისი მშენებლობის ნებართვა, მიწის ნაკვეთის ყიდვა, იმ ასე რომ ვთქვათ, და დარეგისტრირება და ის თითქმის ერთ და იგივე აბსოლუტურად ყველა მშენებლობის. მაგრამ განსაკუთრებულად კონკრეტულად რელიგიური სალოცავის რაღაც ცალკე რეგულაცია არ არის. ასე რომ ვთქვათ, შეიძლება ითქვას მარტივია, მაგრამ ამასობაში ამით შეიძლება ფიქრობ, შეიძლება დაირღვეს სხვისი უფლება. სრულიად საქართველოს მუსლიმთა მუფთის განმარტებით ქვეყნის მასშტაბით არსებული მეჩეთებიდან მხოლოდ 40-ია რეგისტრირებული. ჯემალ პაქსაძე ირწმუნება, რომ აღმასრულებელ ორგანოსთან მოლაპარაკებები მანამდე გაგრძელდება, ვიდრე ყველა მუსლიმური სალოცავი ოფიციალურად არ დარეგისტრირდება. სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი კი ამბობს, რომ მთავრობის ხდომაზე სპეციალური კომისია შეიქმნა, რომელიც ნორმატიულ აქტებს შეიმუშავებს, შემდეგ კი ამ საკითხის რეგულაცია მოხდება.